კაცობრიობის განვითარება ევოლუციურად მოხდა და მის შედეგებს თანამედროვე მსოფლიოს ადამიანები ვხედავთ, ვეხებით და ვიყენებთ. თუმცა ამ ყველაფერს წარსულში ხანგრძლივი მრავალ ათასწლიანი პროცესი უდევს საფუძვლად. ისტორია საუკუნეების მანძილზე დუმდა შუმერების შესახებ. მათ შესახებ არაფერს წერდნენ არც ბერძნები, არც რომაელები და არც ძველი ცივილიზაციის სხვა ხალხები, რომელთა წერილობითი წყაროებიც დღემდე შემორჩა. მხოლოდ მე-19 საუკუნის შუახანებში დაამტკიცეს მეცნიერება, რომ შუამდინარეთში არსებობდა სახელმწიფო, რომლის ასაკი 8000 წელს ითვლის, ანუ ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის მე-60 საუკუნეში. სწორედ მათგან მიიღეს კულტურული მემკვიდრეობა ბაბილონელებმა და ასირიელებმა, აქადებმა და არაბებრაელებმა. შუმერები ბევრ საქმეში გახდნენ პიონერები. მათ პირველებმა გამოიგონეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ნურსნური დამწერლობის სახელით და თანამედროვე ბიბლიოთეკის მსგავსი დაწესებულებაც კი შექმნეს. სწორედ შუმერებს ეკუთვნით დღემდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის თავისი ხანგრძლივობით და სისრულით. იგი შეიძლება შევადაროთ თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით ეგვიპტურ ცივილიზაციას. მართლაც შუმერებიდან და შუამდინარეთიდან კაცობრიობის ცივილიზაციას ჩაეყარა საფუძველი. ისტორია იწყება შუმერიდან. აქ ჩაისახა მეცნიერების ბევრი დარგი, მიწათმზომელობიდან დაწყებული ვარსკვლავთ მრეცხველობით დამთავრებული. დროის დაყოფა 60 ერთეულად და ზოდიაქური სისტემა. აქ ჩაიწერა პირველი ანბანი და გრამატიკული ცხრილები, ფარმაკოლოგიური ცნობარები, გაიხსნა პირველი წიგნთ-საცავი ბიბლიოთეკები და სკოლები. შეიძლება ითქვას, რომ შუმერთა ცოდნა ცას და მიწას მოიცავდა. მათ ეკუთვნოდა პირველი სამედიცინო ტექსტები. ეს იყო პირველი ფარმაკოპია, რომელიც მოიცავდა სამკურნალო მცენარეების ჩამონათვალს. შუმერების სამედიცინო ლექსიკონებში ნაპოვნი იქნა ცნობები ავადმყოფთა არამარტო თერაპიულ მკურნალობაზე, არამედ ქირურგიულ პროცედურებზე, ოპერაციებზე, როგორიცაა კიდურების ამპუტაცია ან კატარაქტას ამოკვეთა. სწორედ შუმერებმა ასწავლეს კაცობრიობას ბრინჯაოს მიღება ტყვიისა და სპილენძის შედნობით და ეს მეთოდი დღესაც წარმატებულად გამოიყენება. შუმერში ყველაზე მეტად იყენებდნენ სპილენძს, ბრინჯაოსა და რკინას, ოქროსა და სხვა ლითონებს კი გამოჭედვით ამუშავებდნენ, ანუ განვითარებული ჰქონდათ მეტალურგია. შუმერის ურის სამეფო დინასტიამ ზიგურათ ურში პირველი საფეხურებიანი პირამიდა წააგო, გახსნა პირველი ბიბლიოთეკა დედამიწაზე, სადაც განთავსებული იყო წიგნები არა ფურცლების ან პერგამენტის, არამედ თიხისგან დამზადებული. მათვე დააგზავნეს სწავლული მთელ შუამდინარეთში და შეაგროვეს, ჩააწერინეს ყველა უძველესი თქმულება, ლექსი და ცოდნა, რაც ხალხში იყო მიმობნეული, დასაკარგად განწირული. მათვე დაარსეს პირველი კანცელარია, შემოიღეს საგადასახადო სისტემა სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებისთვის, ააშენეს პირველი მგზავრთა სადგურები, ანუ ფუნდუკები,